რამდენი ხანია აქ ხარ უკვე? მე წელია. მე 8 წელი. ოჯახით. მეუღლე გოგო და ბიჭი აქ შემეწინა. ბიჭი ნატურალური ამერიკელია. უკვე ამერიკელად დაიბადა. ამერიკელი დაიბადა. ხო პატარა უფრო კარგად ლაპარაკობს. გოგო უკვე აი სკოლაში რო დადის და იმით ხა ნუ წარმოიდგინე ხა დღის კომუნიკაცია სახში გვაქვს 2 საათი 3 საათი ხა ამ სოციუმთან არის. ის ცოტა აი ჩვენ თავი ხო საქართველოს სომხები ვლაპარაკობენ ხოლმე. ზოგს აქცენტია. ხო, ზოგს ასოსა აკლენ, ზოგს წინადადებას აკლენ. სამ სომხებით ლაპარაკობენ. ქართველები ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ ხო არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ გარემო მაინც ინგლისურია და ჭირის ცოტა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქართველი ხარ. აი უკვე სუიძახია, რომ აი სახში ხო არის ბავშვი. სახში ქართულად ლაპარაკობთ, ქართულ ცეკვაზე დამყავს ვამზადებ ქართულად, აი თუ რამე ქართული არსებობს ყველაფერს ჩართულია, მაგრამ აი ის სოციუმი, აი დილის წარმოიდგინე 8 საათიდან 3 საათამდე არის სკოლაში. ან დღის უმეტეს ნაწილს ატარებს აქაურ სოციუმში, ხა ძალიან ძნელია, ეხლა სახში ხო 2 საათი 3 საათია იმ გარემოში რა და მაინც ის ქაჭავს ასე ვთქვათ რა მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეხლა აქცენტი აქვს ჩვეულებრივ უჭირს. პატარას არ უჭირს, მაგრამ უკვე პატარაც იწყებს რა, აი თამაში. როგორც კი სკოლაში წავა, ალბათ უფრო ინგლისური გადაზიდავს. უკვე დაწყებული აქვს, იმიტომ რომ უკვე გასაკეთებენ, უკვე თამაშის დროს ინგლისურად საუბრობენ ერთმანეთში. ნუ ის 5 წლისაა, ის 8 წლის, უკვე თამაშის დროს ინგლისურად უღებავენ. ქართველების ურთიერთობა აქ როგორ არის? ხვდებით, რაღაცა როგორ მოდის ეს ყველაფერი, აი რაღაც მეგობრობის ამბავში, ახლა ბრუკლინში ცხოვრობ, ხო? ასე ვფიქრობ. საუთში და შიფსეთ ბეიზე. ეგეც უკვე ბრუკლინი არ არის, ის ეგ არის, აი საბჭოთა კავშირი, აი ჩათვალე ყოფილი საბჭოთა კავშირში ხარ რა. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ბევრი ეროვნების ხალხი იქ არის. აი ანუ ამერიკა, ნუ ნიუ-იორკი განსაკუთრებით ენა ჩემზე დიდი ხანი აქ ახლა და ნიუ-იორკია არ არის ამერიკა განსაკუთრებით ბრუკლინი და განსაკუთრებით აი ეს ქვედა რაიონი მით უმეტეს აი მე ჩამოვეცხვათ შორის აი სადაც ხო ძალიან კაი უბანი იყო აი თავიდან პირველად ბრაიტონზე რომ მოხდი გული შემიწუხდა აი ხა სატანა არა ბრაიტონის მაგრამ აი ისე გახდა უკვე ბრუკლინი თლიანად რომ აი არ ვიცი რა ფიქრობ გადასვლას აქედან სადმე სხვაგან კი ნიუ-იორკი აი დამწყებისთვის არის შესანიშნავი ქალაქი მაგრამ ამასთანავე არის ჭაობი აი ჭაობი რატომ მიდის ბევრი ქართველი ბრუკლინში როგორ ფიქრობ იმიტომ რომ სტარტი არის ძალიან ადვილი დასაწყებად ქვეყნის ანუ მოეწყო ცხოვრება დაიწყო მე ჩამოვიდი ერთი თვე ნიუ-ჯერსში ცხოვრობდი ჩემი გოგოთან აი იმ ადამიანს აი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები აი ყოველდღიურად ხვდები იმ ადამიანს რეები აქვს ჩემთვის გაკეთებული გიზო აი ის ერთი თვე იმ ოჯახს რეები აქვს ჩემთვის გაკეთებული ნუ დღეს ის ჩემი ოჯახის ნათლია მაგრამ აი ყოველდღიურად ხვდები იმ ადამიანს რამდენი სიკეთი აქვს რამდენი დრო აქვს ჩემთვის დათმობილი აი აქ ხო ყველაზე ძვირფასია მე ხა საქართველოში ეს ჩვენ ამას არ ვაფასებდი იმ მომენტში ვერ ხვდებოდი ალბათ არა რა თქმა უნდა ხო გონი ერთი თვე აი ჩათვალე რომ მეგონას ჩვეულებრივ სტუმარი ვიყავით როგორც ჩვენთან იყო აი ხა ყოველდღიურ ცხოვრებაში დღესაც ხვალაც ყოველდღე ხვდები რეები აქვს ჩემთვის გაკეთებული ნუ იმას ეხა როგორ შეიძლება ის ექსიკეთე იმ ადამიანს და იმ ოჯახს დაუვიწყო ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება მადლიერი ვიქნები და ვალში ვიქნები და ანუ ერთ თვე იქ ცხოვრობდი და აი რო გადავხედე აი ცოტა რო ფეხი მოიკიდო რაღაცა აეწყო იქ მანქანა გინდა იქის გინდა იქის გინდა იქის გინდა და ამ საბოლოო ჯამში გადმოვედით აქეთ რა ავეწყეთ ერთი სწავლებით ჩხომით რაღაცა წვალებით როგორც ყველა ავეწყეთ ახლა რაღაცა ყველაზე რთული მომენტი როდის იყო აი პირველი თვეები ალბათ რთული იყო ხო მოვედით მე მეუღლე შვილი ერთი გოგონა და 6 თვე ოთახში ცხოვრობდით აი სამსახური აი ძალიან ძიმე იყო პირველი ერთი წელი მე დაჟე მახსოვს პერიოდი რომ საქართველოსდან მიგზავნდნენ ფულს იმიტომ აი ოთახში $1000 ვიხდიდი იქის ხელფასი მქონდა $600-ზე ვმუშაობდი აი საქართველოში რო ჩავდივარ 99% ვისაც ხვდები ყველას უნდა წამოსვლა უცხოეთში მეტი წილი ამერიკაში აი რა რჩევას მისცემდი გამართლა შენთვის ამერიკაში წამოსვლას აი ამ გადმოსახედიდან
ჩემი ამერიკაში ჩამოსვლა მოხდა საბუთებიდან გამომდინარე, უბრალოდ მოვიდეთ green card-ი, ჩამოვედით, რეალურად ჩამოვედი იმ მიზნით, რომ green card-ების საბუთები გავაკეთო და დავუბრუნდით უკან ერთი თვით. იმიტომ სამსახური ხა უნიკალური სამსახური მქონდა, მეც ჩემ მეუღლესაც, რა ვიცი, პროფესიით იურისტი. პროფესიით მუშაობდი, ასე ვთქვათ, მაშინ ყაზრაზგაზი ერქვა, ეხა თბილისის ენერჯი ქვია, ერთ-ერთი რაიონის მენეჯერად. Ну, ყოველ შემთხვევაში აქ დავწერე საქართველოს განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. უკვე ხო ხდება. აქ ვეღარ ხდებოდა ისე, რომ green card-ა მოვიდა, აქ უნდა იყო 6 თვე რაღაცა და ანუ ბევრ რაღაცა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილი, რომ დავჩენილიყავით საბუთების ესეც და აქ დავწერე განცხადებები, რომ მე თქვა ამოდივა სამსახურში, აქ ჩემი და ასე შემდეგ. ძალიან ძნელია საერთოდ იმის რამე ურჩიო მე ამერიკაში ვერავის შეიძლება რეალობა დავანახო ადამიანს და თვითონ მიიღოს მე ის გადაწყვეტილი, მაგრამ აი ძნელია ხა თქვენ ჩემზე დიდი სტაჟი გაქვთ. 25 წელი ვარ. საქართველოში რამდენჯერ ჩახვედი მას შემდეგ? თითქმის 8 წელი აქ ვარ და ერთი კოვიდის ის სეზონიზე ვერ ჩავედი და ეხა მე 3 წელია წავედი და ამზადებს ვაპირებ რომ სილო პრობავშები რომ ჩავეყარე ხოლმე ყოველ საათში ჩავეყარე ბავშვები რომ მაინც იცინე თავის სამშობლო საერთოდ მინდა რომ იქ გაიზარდო ჩემი ბავშვები მე თვითონ გადაწყვიტონ მინდა ამერიკაში ცხოვრობ და აქ გაზრდილი ბავშვი მგონია რომ საქართველოს იმის სამშობლო არასოდეს არ იქნება და რთულია ძალიან ხო არასოდეს არ იქნება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი ხვედრია და Georgia, it's okay, 1 month, 2 months. ხო. ანუ, იმიტომ რომ ვერ გამთხოვნებ, ის არის ამათ სამშობლო, აქ გაიზარდეთ, აქ ვერ გამთხოვნებ. ამიტომ მინდა რომ ის რაღაცა ბევრი დადებითი რაც გვაქვს, ის იქ აიღონ და მე უკვე თვითონ გადაწყვიტონ. აი საქართველოში ხა იურისტი ადამიანი ხო? აქ ახლა პროფესიულად ხო ვერ ისინი თავი რეალიზირება ხო მაინც განიცდი ამას არა სხვათა შორის განიცდი არანაირად იმიტომ რომ აი გუშინ რომ მითხარი რომ ღამის 11 საათი იყო მე და შენ რომ ვისაუბრეთ გუშინ და აი ხო მთელი დღე მუშაობ ხო ნუ ხა კი დაფასებულია მაგრამ გუშინ ხარ გამონაკლისი ის იყო რომ 4 საათამდე ციცავიყავით და 4-ზე გამოვიდა მეუღლე იყო რაღაც საქმეზე გასული და ბავშვთან მე ნუ ჩემთვისაც ესე მეც სულ მუშაობდი განსაკუთრებით პირველი წლები ეს ნორმალურია ამერიკაში ნუ ყოველდღიური ხო ჩვეულებრივი ამბავია საათი ყოველდღე ნორმალური მუშაობდი ხა ნორმალური კი ჩვეულებრივი ამბავია და ამას ამ ტაქს დადებითი ის აქვს რომ თავისუფალი დრო გაქვს როცა შენ თვითონ აერჩევ ხო როცა შენ გინდა რამდენიც გინდა როგორც გინდა და აი ამაში გააქვს რაღაც არჩევანის საშუალება რა. დღეში რამდენ მილს გადიხარ საშუალოდ? საშუალოდ 150 საშუალოდ. აი 10-12 საათი რომ ვშავ, საშუალოდ 150 მილი სუცოტა. მეგობრები აქ ახალი მეგობრები გაიჩინე. მეტი წილი ქართველები ისევ. აი რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეგეც დეფიციტია ხო ხდები შეიძლება შეგცალია მასაკცალია ბევრი რაღაცა ჩვენი ქართული რაც არის ხო ხა ნათესავს და იმაზე სეგმენტია საუბარია ნუ აი ჩემი გამოცდილება ეგეთია რომ ეხლა მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობ სადაც ქართული ოჯახები არ არის მხოლოდ ერთი ქართული ოჯახია და ზუსტად ეგეთი მომენტია რომ ხშირად ვერ ხედავთ ერთმანეთს მაგრამ კიდევ ისეთი რაღაცაა რომ მარტო ის რომ ქართველია არ ნიშნავს რომ იყო ახლო ხანდახან. ეგრეც ხდება ხო? ალბათ შენც იგივე გამოცდილება. აი, ხა ოჯახები, არ ვიცი, ხა შეიძლება შევწყვეტ საერთოდ ხო ქართველია რაც. არის ეგრეც ხო? კი, რა თქმა უნდა, ხა. ეგ გამოცდილებაც მაქვს. მე არიან ხალხი, რომლებიც მაგალითად ჩემთან ოჯახში ცხოვრობდნენ, ჩამოვიყვანე, დავეხმარე, ფერზე დავაყენე, არჩებელო რაღაცნაირად ყველანაირად გორჩი დაუდექი, სამეთო ადამიანი შენთან იცხოვრებს და დღეს ურთიერთობა კი არა გამარჯობა და კარგად იყავით და ანუ
ისეთისა თითქოს მევალდებულება მქონდა რაღაცა, რომ ესე უნდა გამიკეთებინა. ხვდები აი ის ძველი სტიგმატებს რა. ბევრი მარილი მაქვს მეც ქართველებთან ნაჭარი. ასე. კი. მაგრამ მაინც ნიუ-იორკიდან უნდა გაიქცე, ცოტა რომ გასწორდები უნდა გაიქცე თორე აი ძალიან ჭაობია. და უჭერთ ხო წასვლა ადამიანებს აქედან? მეც მიჭირს რაღაც ეტაპზე აი პირველი ის რომ სამსახურზე ვარ დამოკიდებული. მეორე ის რომ აი რაღაცა სკოლა აი ახლოს ახლა ნიუ-ჯერსი რო გადახვიდე პირობითად აი ბევრი რაღაცნაირად უნდა გადაეწყო რა. ანუ ამერიკული ცხოვრება ხო ეგრეა, ჩათრევა იცის ხო? აი ამ ყოველდღიურობამ. აი ყველაფერს თავიდანვე ფინანსები გინდა რადიკალურად განსხვავებული, რომ ახალ ქალაქში გადაწყობდე რა, ახალ ქალაქში. გუში ნავიღე მაიამიში ბინა. მე და ჩემი ქალიშვილი გადავდივართ მაიამიში, შენ ხშირად ხედავ ალბათ რომ მაიამიში, კი. ხო და ნუ არ იყო ადვილი, იმიტომ რომ დიდი გადაწყვეტილებაა, ხო? თან სკოლა, ჩემი ქალიშვილი ახლა ბოლო კლასში წავა და სკოლა ცალკე ისა და ეს დალაგება ყველაფრის მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დალაგებული ვარ მაინც არ იყო ადვილი ამ ყველაფრის და მესმის შენი ეს შემთხვევაში ხა თან ანუ რაღაცნაირად ყველანაირად სტაბილური ხარ გოგოც ხა უფროსია უკვე და ანუ დამოუკიდებელია ასე თქვა და მაინც რთული იყო ხო ანუ რთულია ძალიან რთულია ადვილი არ არის ლოგისტიკურადაც არ არის იმდენი რაღაც უნდა გადაალაგო ცხოვრებაში კი იმდენი ჩვევა უნდა შეცვალო ხო ყოველდღიურობაშიც რამდენი რამე ცვლილება უნდა შეიტანო რომ უცბად წარმოვიდგენ რომ რაღაც სხვა ქალაქში ხარ და ზოგადად თვლი რომ ნებისმიერი საცხოვრებელს არ გულისხმობ მაგრამ შტატის შეცვლა მით უმეტეს ნიუ-იორკიდან ნებისმიერ სხვა შტატი გონია რომ ახლიდან უნდა დაიწყო ამერიკაში ცხოვრება. იმიტომ ნიუ-იორკი აი ბრუკლინი განსაკუთრებულად ძალიან განსხვავებულია სხვა ამერიკის ქალაქებშივე, აი ძალიან. ნუ ფაქტიურად ხო ვიძახ საბჭოთა კავშირია კონკრეტულად ბრუკლინი. ძალიან დიდი განსხვავებაა ხა ამერიკა თქვენი შტატი ვისკონსინი საერთოდ სხვა კულტურაა იქ. ხო, ანუ ნამდვილი ამერიკა კი, და მეტიწილი იქიდან იქ ხალხი არის წარმოშობით მეტიწილი გერმანელები, ნორვეგიელები, პოლონელები, აი ეს სკანდინავიელები, ესეთი ხალხია და აქ უფრო არეული მოსახლეობა. მაიამიში უფრო ლათინოამერიკელები არიან მეტიწილი. მაიამიში ძალიან $3,600 მაიამის ცენტრში, ოროთახიანი. ნიუ-იორკში მეგობარი მყავს სტუდიო აიღო მანჰეტენზე $4,100. ანუ სტუდიო ერთი ოთახიც კი არ არის. ნუ მანჰეტენზე აიღო და იმიტომ. კი. აი ზუსტად ვოლ-სტრიტზე, სადაც ახლა შენ მე გამომიარე, აი ზუსტად მან. ეგ არის მეკა და ძვირია. აი ზევით ახლა ჰარლემში მაგალითად ვიცი ხალხი ოთახიანში $2,100 იხდიან და ცოტა უფრო ზემოთ. ხო. $3,000-ად ბრუკლინში ჰაუსი ქირავება. კი. ან ლონგ აილენდზე უფრო იქით ხო? ლონგ აილენდიც 64, ანუ აი ხო ნიუ-იორკი, მაგრამ ლონგ აილენდიც ჩათვალე რომ სხვა ამერიკა, აი წყნარი. ძალიან წყნარი, ძალიან შვიდი და ტაქსები სხვა არის, ნუ ბევრად განსხვავებული. ანუ შევდივართ ახლა ჩვენ უკვე ნიუ-ჯერსიში ვართ. გადავედით ერთი შტატიდან მეორე შტატში. აქებენ. აი პოკონოში არიანო ბევრი ქართველები, აბა პოკონოს იქ რა ხდება? პოკონოში, პოკონო უფრო ის არის დასვენებელი, აი ჩვენი ბაკურიანის თემა რა. ანუ ახლოს არის გაიქცევი 2 საათში. აი ხალხს ხვდებით ხოლმე ხშირად ზაფხულშიც, მაგრამ ჯერ ქირაობ თუ უკვე შეიწინე საკუთარი სახლი? არა, ქირაობ ჯერ და საერთოდ არც ვფიქრობ, არც მინდა ძალიან მალე მინდა რომ წავიდე რა. დაბრუნდე. კი, ძალიან მალე მინდა. იმიტომ რომ რაღაცა ეს სხვა გიბაქ რა, 1-3 წელიც ალბათ და შეიძლება ბავშვებიც არ გამოვყვნენ. კი, არის აი კრიტიკული ზღვარი, ხო? კი, რა თქმა უნდა. კი, არის ნუ ახლა 13-14 წლის აი 100%-იანი ვიცი რომ იქ ყველაზე მეტია საუბარი და
საქართველოდან თბილისიდან ხარ. და იცი მე ბევრ ქართველს შევხვედრი ვარ, რომლებმაც ზუსტად ეგრე თქვეს. ახლა მეც ეგეთი ქართველი ვარ. აი რამდენი წელია წასული ვარ? 99 წლიდან წასული ვარ. და ყოველ წელს ვამბობ, რომ მინდა დაბრუნება და მაინც ჯერჯერობით აი რო სამუდამოდ დაბრუნების რა გითხრა, მაგრამ აღარ ავთვლი თავს ემიგრანტად, იმიტომ რომ საბედნიეროდ ალბათ ყოველ მეორე თვეს საქართველოში ვარ. ხო, აი თქვენ ცოტა განსხვავებული ისიც საქართველოა. ანუ მე აი რაც მაგ ყველაზე ასე ვთქვათ, რაც მაწუხებს ასე ვთქვათ. ბავშვებმა მინდა რომ რეალურად რაც არის, მაგრამ რაღაც სამშობლო ის იცოდნენ ისეთი როგორც არის. ანუ სხვა ასაკში უბრალოდ იმას სხვანაირად დაინახავენ და არ აღიქვავენ. უბრალოდ იცოდნენ, სწორად გაიგონ და სწორად შეიყვარონ და დროზე შეიყვარონ ისეთი როგორიც არის. კი, ახლა საქართველოს რაღაც აქ და ჩადიხარ ძალიან მეხამუშება, სხვანაირად ჩანს, სხვანაირი უკვე სოციუმია, მაგრამ ის მაინც ჩემი ქვეყანაა და ისე მინდა რომ ჩემი შვილებისთვისაც ეს საქმე იყოს და უკვე ხა ასაკში და რაღაცა პერიოდის მე ვახდები 17-18 წელს ახლა რაცა უნდა მიუჩიჩინო და თხოვო, მაინც ისე მოიქცევენ როგორც თვითონ უნდათ და სადი იქ ცხოვრება სადაც თვითონ უნდათ. უბრალოდ აქ გაზრდილებს აი როგორც არის რა, it's okay one month, კაია, ჯორჯია, ზოგადად როგორც არის რა, კაი საჭმელი აქვს, კაი კურორტია და ხო, ტურისტები ვით რო არ უყურებდნენ. ხო, ამ დასასვენებლად კაია, one month, two months კაია, все. და როგორც мама აი ძალიან ობიექტურად რო შეხედო მომავლის რაკურსით როგორ ფიქრობ შვილისთვის სად არის უკეთესი მომავალი? მომავალი რა თქმა უნდა აი დღეს გადმოსახედით აქ ხო? განათლება, ну აი ეს ყველა მხრივ რა თქმა უნდა და აი რას ვიძახი ზუსტად აქ ბავშვი უნდა ჩამოვიდეს 14-15 წლის. აი იდეალური ასაკი ის ქართული კულტურას, ადამიანობას, თუმცა მეძრობა, უფროსი უმცროსი, ანუ ყველაფერი ის ქართული რა ჩვენ კაი გვაქვს, ცუდებსაც ისწავლის რა თქმა უნდა, მაგრამ მე კარგზე მაქვს აქცენტი. ის რო უკვე გამჯდარი ექნება, აი მე იდეალური ასაკია ბავშვთვის 14-15 წელი, შრომოს, ისწავლოს, განვითარდეს და მიაღწევს იმ მიზნებს. ახლა ჩვენ ვაქვთ 14 წელს ასაკში ვყოფილიყავით, რა ვიცი ხა, ბევრად სხვანაირები ვიქნებით დაგწმუნებული. ხო, აი ეგ არის დილემა რა, მეც ვფიქრობ ხშირად, რომ სად უკეთესია მომავალი. ახლა ჩემი შვილი აქ დაიბადა, ზუსტად ეგრე მინდა. კი, აქ დაიბადა, აქ გაიზარდა. წერა კითხვა კი იცის ქართული. ხაი უჭირს, ნუ ცოტა ხა საუბარი ხო უჭირს, მაგრამ მაგაზე ძალიან უჭირს ჩემსაც. ხო, ეს არის და ნუ საქართველოში დაიბადა და კი. მე ვცდილობ რომ მეტი წილი ქართულად ველაპარაკო, ნუ ეს ეხმარება. საქართველოში რო ჩამოდის და 1-2 კვირა თუ გაჩერდება ხოლმე იქ, ეგრევე იდგავს ენას რა. ხო, ანუ ეგრევე იღვიძებს გენი ქართული. ეხლა ეგ სახში მიდიხართ მაიამში. ანუ უკვე მეორე სახლში. ეხლა ეს ბინა ხო ავიღე და ეხლა უნდა მოვაგვარო ავეჯი, ეს ყველაფერი რა. საკითხები, იმიტომ რომ დავალაგო, იმიტომ რომ სკოლა იწყება 14 აგვისტოს. მე ძალიან მიყვარს აი სადაც ხოვთ ეგეთი შტატები, ჯერ სიცივე და მე აი ეს ბუნება, სიწვანე, აი ეს საწობი. მაიამიში რო არ ჩამოდიხართ ხოლმე? არა. ჩამოდი მე სტუმრე. არა, ჩამოდი ხოლმე. არ ყოფილი მაიამში. მაიამში წასვლას მიჩერდია პირობითად მე მაგათად ბავშვები საქართველოში წავეყო. კი ბატონო, ბათუმს გავს ძალიან ჰავით. ნუ არა და ბათუმის დაძმობილებული ქალაქიც არის სხვათა შორის. ჰავა არის ზუსტად როგორც ბათუმში, ძალიან ნოტიო. 1-3 წლის წინათ კონფერენცია იყო და მთელი აჭარის მთავრობა იყო ჯაბოსული. მე უფრო ძალიან მინდა ალიასკაზე წასვლა. აუ, იქ საინტერესოა, კი. სილამაზეა. დაჟე ვიცხოვ დიდი სიამოვნებით გადავცხოვრდებოდი ალიასკაზე. და იქ ზამთარში ღამდება 2 საათზე დღის.
მე ისლანდიაში ვიყავი და რო ჩავფრინდი იყო დღის დილის 10 საათი და 12-ზე დაღამდა ისე. კაუგიშტი ადამიანი. ძალიან ლამაზი ის არის ბუნება. მარსს გავს, რაღაც უცხო პლანეტას გავს. ამერიკაში სად მოგზაურობ? რაღაც მოგზაურო პაკეტიკით. ჩვენ ძირითადად ოჯახით პოკონოში დავდივართ ხოლმე. ძირითადად პოკონოში. პაკეტიკით მაინც ძალიან შორს არ მინდა ლას-ვეგასებში და იმებში არა. მინდა რაღაცა ვითომ გემით რაღაცა და ჯერ ვერ რაღაცა თართულია, როდესაც ბავშვები პატარები არიან, ცოტა გავებ თავს. ხო, ეხლა ჩემთვის კომფორტი არის, რომ ბავშვები იყვნენ კომფორტულად და ბავშვებს რა ვიცი, ბავშვები და ისინი, აი, რა ვიცი, აქ არის საკმარისად არის, კი. ყველაზე ახლოს აქ ცოტა ნორმალური ეს არის პოკონო და აპსტეიტ ნიუ-იორკი და პოკონო მთაგორიანი კურორტია? ჩვეულებრივ სათხილამუროსია ძალიან ბევრი. ყველაზე კარგი ქართული რესტორნები აქ, აი 3 ქართული რესტორანი ბრუკლინში. სად დადიხართ? ვიცი ბევრია. ძალიან ბევრია. მე მაგალითად ხა ქართულ რესტორნებს რეკომენდაცია გავუწევ. სად დადიხართ? აი არაგვი არის ძალიან კაი მარკეტინგზე. სად არის? მანჰეტენზეა? არ არის იავნად ქართული და არ არის იავნად ქართული და პრობლემში კიდე აი ცდილობ რომ უფრო სხვა რესტორნებში შევიდე ხოლმე. აი ფიროსმანი რო იყო, კარგია? ძალიან ფიროსმანი იყო, აი კალური. აღარ არის? რა მოხდა? მაგის მე პატრონეც კაი ადამიანი იყო ხო მე ძალიან მანუჩარი და რესტორანი იყო, აი ძალიან კაი. მომსახურება, სერვისი, აბსოლუტურად ყველაფერი იყო იდეალური. არ ვიცი, ეგეთი რესტორანი პრობლემში არ არის. და სამწუხაროა. ძალიან ეგ იყო რაღაცა, რა ვიცი. ნუ თავარი რა არის, მომსახურება და ადამიანები. ღირსეულად მოქცე. ხო, ადამიანები შედიხარ გაგიცინოს რაღაცა, ეხლა მიდიხარ უფრო დახარჯო ხო? კი. ვიცი ქართული იურიდიული ფირმებიც ბევრია, ხო, რომლებიც ჩვენს ჩამოსულ ემიგრანტებს ეხმარებიან. ხო, კი, იურიდიული ფირმა ამდენადაც ვიცი ერთია მარკეტინგზე ქართული. ხო, როგორი რეპუტაცია აქვს? ძალიან ბევრი მუშაობენ ამერიკელებთან და არ ვიცი, ხა მე მაგათთან არა მაქვს შეხება, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურთან არა მაქვს შეხება, არასოდეს არ მქონია და რაც შეეხება ახლა მექსიკიდან გადმოსულ ქართველების ამბავი. აი ეგ როგორი სიტუაცია მან? ახლა გაგონილი მაქვს რომ აი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ერჩის ახლა ემიგრანტებს და დაასდევს და ადეპორტებენ და რაღაც ეს ყველაფერი ხდება? რუსეთში თუ ისე სიმშვიდეა მაინც ასეთი რაღაც კატასტროფები არ ხდება. ანუ არა ვარ მაგ საკითხში ესე რაღაც მაჩახედული, მაგრამ ჩემი აზრი ის არის რომ ჩვენ ვართ 800 წვეთი ხა თუ არის მილიონი ადამიანი ქართველი იყო შეიძლება იქ 1000. აქ ხო ძალიან ბევრი ისეთი კატეგორია ჩამოსული რომ ხოც ანეკდოტია ეს ხეზე იკრიფება ფულიო და ხო ამერიკაშია და ჩამოდის ერთი ეგეთი მაგმიზნით რომ ხეზე უნდა მოფრიფოს და დაბლიდან და აკრიფოს ანტენისია ამერიკაში და შეუდგა გამოდის აეროპორტიდან გამოდის უფრო სწორედ და ეს გაიზმოგა და დაინახა რომ ეს კარი ეს $20-იანს ესე ნენელა ესე აბრუნებს ერთი მხარე და უყურებს და კაიო მოდიო დღეს დავისვენებ და ხვალიდან დავიწყებ და ადამიანისთვის ვინც ამერიკაში ჩამოდის საქართველი ადამიანისთვის რა რჩევას მისცემდი ჩვენ გვინდა C ხო? C departures რა რჩევა მივცე არ ვიცი ძალიან ძნელია ნუ ბევრის მოლოდინი არ გამართლდა ძალიან ბევრი ვიცი მაგალითად რომ ჩამოვიდა და უკან გავიდა მალე ნუ ნორმალური ადამიანი მე ესე ვთვლი ფსიქოლოგიურადაც აგრეთვე აზროვნებითაც ძალიან ბევრი შეცდომაშია შეყვანილი ხო ხდები აქედან რა მოლოდინი უნდა გქონდეს ალბი მოლოდინები ხო მე ვიცი კატეგორია მაგალითად რომ უხნიან იქ საზოგადოებას ადამიანებს ხალ მოლოდინი ჩემთან ახლა მუშაობდა ერთი ტიპი აი ესე
აი დღეს სამჯერ ვიკავდა და აი მთელი დღე ესევა, მთელი დღე ტყილავა, მთელი დღე. მე ესე ვამბობ, ყველაფერს მიღწევა შეიძლება, მაგრამ აქ უნდა შრომა, ხო? აი ყველაფერს უნდა შრომა, არაფერი ისე ხეზე არ მოდის. უშუალოდ აქ ყველაფერს ვერ მიაღწია. ამ ქვეყანას ეგ აქვს, კაი გიფასებს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ის აი შრომას შენ შრომა ფასდება რა. კი ბატონო. ეგ აქვს, კაი. ნიკოლოზ, მადლობ ყველაფერთვის. აი როგორც შენ მე გამახარე დღეს, აი 10 მაგად დამეფასებინოს მე შენთვის.